მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, დიდი სიყვარულით. კეთილი იყოს თქვენი მომბრძანება ჩემს არხზე, მაგიური სამყარო. ვიწყებ მადლიერებით, დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც თანხას მირიცხავთ ჩემი ვიდეოს ყურების სანაცვლოდ. იმდენად იღბლიანი ადამიანი ვარ, რომ კლიენტების 99.9% ხდება ზეშეგნებული, ზეკულტურული. ყველა ჩემი კლიენტი არის, არ ვიცი პირდაპირ. დიდი მადლობა თქვენ, რომ ხდებით იმას, რომ ჩემი ვიდეოები რო გიხდებათ, წარმატებას აღწევთ სიყვარულში თუ ბარაქაში. აი თავს თქვენ არავინ არ გავალდებულებთ, მაგრამ თვლით და გაქვთ იმის შეგნება, რომ ენერგიების გაცვლისათვის რიცხავთ გარკვეულ თანხას. ძალიან დიდი მადლობა ამისათვის და მე მხოლოდ მადლიერება შემიძლია გამოვხატო. ასევე დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მიყურებს, აქტიურობთ, მიგზავნით სიყვარულს, დიდი მადლობა ყველას თქვენ. იაქტიურეთ უფრო მეტი, დასვით კითხვები შესაბამისად მე გიპასუხებთ. გამოიწერეთ ჩემი არხი, დალაიქებოთ და დაკომენტარება, მეგობრებო, არ დაგეზაროთ, ეს ნამდვილად არ ისჯება. დღეს მინდა გაგიკეთოთ ძალიან ძლიერი რიტუალი, რომელიც ჩემს გარდა არასოდეს არავის საქართველოში არ გაუკეთებია. წყალს დავლევ, მეგობრებო. არასოდეს არავის არ გაუკეთებია და ეს ხდება საქართველოში პირველად. ამ რიტუალს მე ვუძღვნი ქალებს და ეს რიტუალია მიმართული გაისუფთავოთ ენერგიები იმისათვის, რომ გქონდეთ კარგი შინაგანი განწყობა, ენერგია და ვისაც ხა მარტო ყოფნა არავის არ უნდა, მე მამდენი წელია ოჯახი მყავს და მარტო ერთი დღე არ მომყოფოს სამყარომ და ვერც გავჩერდები, ნამდვილად, არა გაჩერებით, როგორ ვერ გავჩერდები, უბრალოდ რატომ უნდა გავჩერდე? ხო, რატომ? თორე კი, როდესაც შეიძლება რომ მზრუნველობა და სიყვარული და ყველაფერი, ფინანსები ადამიანმა, ასე ვთქვათ, გაგიფინოს, ასე ვთქვათ, ფეხ წინ, ასე ვთქვათ. არ დავიღლები იმაზე საუბრით, არასოდეს რაც არის მთავარი და რასაც სამწუხაროდ ბევრი ქალბატონი ვერ იაზრებს. მესმის მათი რაღაცა მხრივ, მაგრამ რაღაცა მხრივ ალბათ ცუდი გამოცდილება აქვთ, არ აქვთ ადამიანებს ნდობა, ესეც მესმის, მაგრამ ან ხარისხიანი წმენდის მიმართ არ აქვთ ნდობა, მაგრამ აი არ ვიცი, ვერ გავუგებ ბევრ რამეში, იმიტომ რომ წმენდა და ქალური ენერგეტიკა არის მთავარი იმისათვის, რომ თქვენ მამაკაცის მიბმა აღარ დაგჭირდეთ. ჩემი რიტუალების ძალიან დიდი ნაწილი, ვიტყოდი, ნახევარიც კი არის მიბმის რიტუალი. ანუ ყველას უნდა, ზოგი წმენდასაც რო იკეთებს, მაინც უნდა მიბმის რიტუალი და მე ამის მომხრეც ვარ, იმიტომ რომ რატო უნდა მივცეთ ჩვენი ქმრები, შეყარებულები თუ ასე შემდეგ, წმენდის მერე დიახაც უნდა გავიკეთოთ მიბმის რიტუალი, რომ ჩვენი ქმარი და დაცვის რიტუალი ჩვენ ქმარზე, რომ არავინ არ გაუკეთოს ჯადო და არავინ არ წაიყვანოს. ხო, რამდენი ახლა გუშინ კლიენტი მოვიდა, რომელმაც საკუთარმა დაქალმა წაართვა ქმარი, ჯადოები გაუკეთა, თვითონ მას ძვირფასესი ნახატი აჩუქა, ძალიან ეს არ არის უბრალო ნახატი, ეს არის 10,000-ობით ლარი ღირს ეს ნახატი, თავისი ჩარჩოთი, და გითხრათ, მხატვარს ვერ დავასახელებ სამწუხაროდ, 15-20,000
ლარიდან მინიმუმ იწყება მინიმუმ თუ დოლარი? არა, მე მგონი ლარი იწყება ამ ხატვრის, ესე ვთქვათ, შემოქმედება და ძალიან დიდ პატივს ვცემ ხატვრებს ზოგადად. და ეჭვი რო არ გასჩენოდა, ზუსტად ესეთ ჩარჩოში გაუკეთა ჯადო. ამიტომ მე მაინც ბედნიერი ცხოვრების საწყისად ვთვლი წმენდას და ქალის შინაგან მდგომარეობას. ეხლა მე გეტყვით იმ შეცდომებს რიტუალამდე, რაც თქვენთვის არის გადამწყვეტი და რაც არასოდეს არ უნდა დაუშვათ ცხოვრებაში. პირველი ვიტყოდი ყურადღების მუდმივი მოთხოვნა. როდესაც ქალს არ აქვს შინაგანი სიმშვიდე, საკუთარი თავი ნაპოვნი, აი როდესაც ვიძახი რომ წმენდას გაიკეთებენ ადამიანები და საკუთარ თავს პოულობენ, ეს კი არ ნიშნავს რომ აი აურა გაეწმინდა და გათეთრდა ადამიანი. არა. ადამიანის საკუთარი ხასიათი ადამიანს, როდესაც ჯადო აქვს ან თვალი აქვს, წართმეული აქვს. ადამიანმა აღარ იცის ის ძველი სიტყვაზე ნათია თამუნა როგორი იყო, როგორი მშვიდი იყო, როგორი წყნარი იყო, როგორ უყვარდა თქვათ ჩოგბურთის თამაში, ზოგს ნამცხრების ცხობა, ხო ვის რა გიყვართ. ამიტომ ადამიანის გონება და ფსიქიკა არის არეული და როდესაც მამაკაცს შეხვდებით, ურეკავთ, სად ხარ, როდის მოხვალ, რამდენჯერ მესიჯები. ერთი ძალიან ისეთი ქალბატონი მყავდა კლიენტი და მოვიდა, მიბმა გამიკეთეთ, გთხოვთ, საოცრად ემოციური, გაუგიჟდი ესეთ ემოციური, მეთქი მეთქონ ესეთ, შეუძლებელია მეთქი, როგორ უნდა მიგიღოთ მეთქენ და ხომ დაბრუნდება და მეორე დილას მწერს რომ ხო დაბრუნდება, მეთქი ქალბატონი ჯერ ეხლა დარიცხეთ და ახლა ჯერ მესამე დღე არ დამდგარა რომ გახსნები გაგიკეთოთ და რამდენი აი მე და ჩემთან იყო გამოგზავნილი დაახლოებით 15-20 მესიჯი და მე ვთხარი გულზე ხელი დაიდეთ ახლა ამ კაცს რამდენი მესიჯი გაუგზავნეთ მეთქი და მეტყობა ჩემი მოერიდა და თან ცოტა ისე შეეშინდა თუ არ ვიცი რაღაცა და სიმართლე მითხრა დღეში 40-დან 60-მდე მესიჯს ვუგზავნიო. მე ვთხარი ქალბატონო მე რო 60 მესიჯი ქმარმა დღეში მომწეროს დღესვე გავეყრები, მე ვთქვი ჭქვიდან გადავალ, ანუ როგორ შეიძლება 60 მესიჯი დღეში ადამიანს მიწეროთ. თან ვურეკავო, წერ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მეგობრებო, ეს არის კატასტროფა. რაც არასოდეს არ უნდა გააკეთოთ ის, რომ კაცს ამდენი მესიჯები არ უნდა სწეროთ. დარეკვაზე ხო ზედმეტია ლაპარაკი. ჩემ მეუღლეს შეიძლება ერთხელ დავურეკო, მოკითხვის მიზნით, შეიძლება მთელი დღე გავიდეს არც დავურეკო. ან მესიჯი გავუგზავნო, ან შეიძლება ისიც არ გავუგზავნო. ანუ მომაბეზრებელი კი არ არის ეგ იმ ადამიანისთვის, ის ფიქრობს თქვენზე, რომ ამას მეტი საქმეა, რა აქვს, ანუ რაც არ უნდა ლამაზი იყოთ, რაც არ უნდა ანჯელინა ჯოლი იყოთ, ხომ? მამაკაცი ფიქრობს რომ კაცო ამას ჩემზე მეტი საქმე არ აქვს კი, მაგრამ წადი რაღაცა დაკავდი რა საკუთარი საქმით გეტყვის ხო ადამიანი სულ მირეკავ რა ხდება ხო ადამიანი ჭკუიდან გადავა ხო მე რო ესე მირეკოს ვეღაცა მაგალითად ხო გავგიჟდები მართლა ჩემი ქმარი რომ ამდენს მირეკავდეს ნუ ალბათ მე ვერ ვიცხოვრობდი ეგეთ ადამიანთან ერთად ნამდვილად ვერ ვიცხოვრობდი ამიტომ თქვენ ამით ადამიანს აფიქრებინებთ რომ ჩემს მეტი საქმე არ აქვს მაქსიმუმ ერთი მესიჯით შემოვიფარგლებოდი მე ნუ დარეკვაზე ზედმეტია ლაპარაკი ხა თუ ქმარია რა თქმა უნდა მაგრამ ნუ თუ boyfriend მაქსიმუმ ერთი მესიჯი თვითონ მომწეროს და მომიკითხოს და ხა თუ დაიკარგა ადამიანი მთელი დღე რა თქმა უნდა შეგიძლიათ უბრალოდ ერთი დარეკვით შემოიფარგლოთ და უთხრათ როგორ ხარ აი ესეც წმენდასთან არის დაკავშირებული მეგობრებო იცით ქალს როდესაც აქვს საკუთარი ენერგია დალაგებული მას პრიორიტეტები აქვს სხვანაირად დალაგებული ერთ სიტყვი კიდევ რა
შეცდომა არ უნდა დაუშვათ. აი როგორ არის იცით? აი თუ დაგინახავთ თქვენ, აი გინდათ საქართველოში არიან საქმოსანი ადამიანები, მაგალითად ქალბატონი მუშაობს სადღაცა, გოგონა არის მოდელი და გათხოვდება და всё, დაანებებს თავს და მე ამას იმით აправებენ, ესე ვთქვათ, ამ სიტყვას ვიხმარ, რომ აი ოჯახია და ისე ბედნიერად ცხოვრობ, რომ აი ამ ჩემი საქმის, ესე ვთქვათ, დატოვება მიიღირდა. არა, მეგობრებო, არ დაიჯეროთ. მე მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მეუღლეს უამრავჯერ მეტი ჩემზე შემოსავალი აქვს და დოლარსაც არ დამიხარჯია მე ჩემს ოჯახში ამდენი წლების განმავლობაში, სულ ჩემი ქმრის ფულს ხარჯავ, რაც არ უნდა ჩემმა ქმარმა ოქროს ზოდები შემომთავაზოს, მე ჩემს საქმე ხალხთან არ ვიკონტაქტო, შეიძლება გავგიჟდე. მე რო ქალბატონებს რჩევა არ მივცე, მე რო ქალბატონებს გვერდში არ დავუდგე, შეიძლება გავგიჟდე. ანუ არ შემიძლია მე ჩემი საქმის გარეშე და როგორ უნდა მითხრას ვეღაცამ, რომ დამარწმუნოს, რომ აი მან, თქვათ, მოდელის კარიერა გადაცვალა დიზაინერის კარიერაში. არა, მეგობრებო, ეს არის ტყუილი, რომელსაც სხვა გზა რომ არ აქვს ფუთავენ. აი, როდესაც ადამიანთან იწყებთ კონტაქტს, რატომ უჩნდება ხოლმე ეს ურთიერთობები? მაგალითად, დაგირეკათ მამაკაცმა და მე ვარ მაგალითად პილატესზე და დამირეკა ჩემო მეუღლემ, თქვათ, ხო? არავის შემთხვევაში პილატესიდან არ გამოვფრინდები ახლა მაგის გულისთვის, ხო? მე ჯერ მოვრჩები ჩემ პილატესს, ჩემ ვარჯიშს, აუზზე ვიქნები თუ სადაც ვიქნები, რასაც ვაკეთებ და მე ვეტყვი, რომ აი აქა და აქ მე წავიდეთ. ან მაგალითად, სანამ, თქვათ, გავყვებოდი, მე ძალიან მათ გავყვევი ჩემს მეუღლეს, ვეტყვი, რომ ის ხონდა, რომ მე მაქვს ჩემი გეგმები, ეს მაქვს, მთელი დღე დაკავებული ვარ, შეიძლება ნახევარი დღე საერთოდ არ ყოფილიყავი დაკავებული, მაგრამ ვეუბნეოდი, რომ მე ჩემი საქმეები მაქვს და შენთან შეხვედრას ვერ მოახერხებ, იმიტომ რომ ჩემი პრიორიტეტებს ვერ გადავწევ უკან. თხათ ახლა ესეც არ ვეუბნეოდი, რომ პრიორიტეტები მაქვს და ასე შემდეგ, მაგრამ ვეუბნეოდი, რომ მე ჩემი გეგმები მაქვს და დღეს არა, ხვალ არა, აი ზეგ შემიძლია რომ შეგხვდე და გნახო. თუმცა ჩვენი შეხვედრა ცოტა ისეთი იყო. მე ფეხი მქონდა მოტეხილი და როგორც ფეხზე დავდექი, ადამიანმა მაშინ გამიცდა, როდესაც ფეხი მქონდა მოტეხილი და როგორც კი ფეხზე დავდექი, მაშინვე ცოლობა მთხოვა. ამიტომ ჩემი შეხვედრა პირველი ჩემს მეუღლესთან იყო კასტილებით, მეგობრებო, ამიტომ ესეთი რაღაცებიც ხდება. როდესაც შენ გამოდიხარ და აი მაგალითად გაქვს ცეკვა და მასაჟი, ხო? დაგეგმილი. სიტყვაზე ავიღოთ და ვეღაცა გირეკავს შენ შეყვარებული და გეუბნება რა საკეთებ. აი ცეკვაზე მიდივარ. მიდი გააცდინე რა. მიდი გააცდინე ვარჯიში რა. მიდი წამოდი რა. აი თქვენ თუ ამას გააკეთებთ და მართლა გააცდეთ ამ ცეკვას და მართლა ამ ვარჯიშს, ეს ნიშნავს, რომ თქვენ პრიორიტეტებს თქვენ დაბლასწევთ და თუ თქვენ ურთიერთობის საწყისში უკვე ამხელა უფლებას აძლევთ იმ კაცს, რომ ყველაფერი გააცდინოთ და მის გამო გადადოთ, ის სახში რომ დაგისვათ, ესე ვთქვათ, მე უარეს რამეს მოგთხოვთ. ანუ სადღაც მე ქალების მომხრე ვარ, თქვენ იცით 99%, მაგრამ სადღაც ქალებიც უშვებთ შეცდომებს, როდესაც მამაკაცებთან კონტაქტობთ და მე მამაკაცები გამოდიან დამნაშავედ, ხვდებით? ანუ ზოგიერთი ქალბატონი ურთიერთობის დასაწყისში ყველაფერს ესე, ანუ თმობს ბევრ რამეს, თავს აჩვენებს, რომ მე აი თქვათ არც ეკოზე დავდივარ, არც რაღაცა, არც იქ არ მიყვარს სიარული ისეთი ვარ, ანგელოზი ვარ და მე უკვე როდესაც ერთად ცხოვრობენ, მოუნდება ცეკვაც, მოუნდება სიმღერაც, მოუნდება ისიც, მოუნდება კლუბში წასვლაც, მოუნდება ისიც და მე ქმარი რომ აღარ უშვებს, ხო, სიტყვაზე, ხო? აი ესეთი საშინელი კაცია და ჩემი ქმარი არ მიშვებს, არა მეგობრებო. ესე არ ხდება.
პრიორიტეტები უნდა დაალაგოთ თავიდან. მე ახლა მაგალითად ჩემს მეუღლეს რომ ეთქვა, მე ჩემი საქმით ვარ დაკავებული ძალიან დიდი ხანია. სანამ ჩემ მეუღლეს ცოლად გავყვებოდი, არ ვიცი, რა გითხრათ. რა გითხრათ, ახალი, 2 წლის დაწყებული მქონდა ჩემი საქმე და უკვე ძალიან დიდი ფული მქონდა გადახდილი ჩემს სწავლა-განათლებაში, ხო? ჩემ მეუღლეს რომ ეთქვა, რომ დატოვე შენი საქმე და აღარ გააკეთო, იმიტომ რომ შენ იცხოვრებ ლოს-ანჯელესში, გექნება მდიდრული ცხოვრება, ყველაფერი. კი ბატონო, მე შემეძლო მეთქვა, რომ იცი რა, მე ჩემ საქმეს არ დავტოვებ. დავტოვებ თო ეს და მე კი ბატონო ვიქნები და მარტო ესე ვიჯდები და მარტო გავაჩენ ბავშვებს და ესე ვთქვათ ვიჯდები მარტო რაღაც ხან სახლში ხან იმიტომ რომ ამერიკელების ცოლები იშვიათად მუშაობენ არ მუშაობენ ამერიკელების ცოლები ძირითადად არ მუშაობენ ან ყველადაც ან პილატესი ან რაღაცაზე ან ყველას აქვს თავისი რაღაცა პატარა ბიზნესი ან პატარა რაღაცა სალონი ან რაღაცა ანუ რაღაცა მინი ან ბლოგი ან რაღაცა ყველა თავის რაღაცით არიან დაკავებული. მაგრამ მე თავიდანვე ვთქვი რომ მე ვარ მაგი, მე უკვე 2-3 წელი ვსწავლობ ამ საკითხს და ეხლა ვარ შეჩერებული, იმიტომ რომ მაქვს ფეხი მოტეხილი. და მე უნდა იცოდე რომ მთელი დღე და შეიძლება საღამოც მე ვიყო ჩემს ოთახში, ვიმუშაო ჩემს რიტუალებზე, მე მაქვს ესეთი წესჩვეულებები და ამიტომ შენ რას ფიქრობ ამ საკითხზე? ჩემ მეუღლე დაფიქრდა და თქვა, ოკეი, ძალიან ძნელია, შენთან ერთად ცხოვრება, რა თქმა უნდა, მაგრამ ოკეი, მე მიყვარხარ შენ. დღესაც რო ვკითხო ამდენი წლის მერე 16-17 წლის მერე ჩემ მეუღლეს როგორია ჩემთან ერთად ცხოვრება, გეტყვის რომ ძალიან რთულია. იმიტომ რომ ფაქტიურად ოჯახისთვის დრო არ მაქვს, მაგრამ გეტყვით რომ ძალიან საინტერესოა. იმიტომ რომ მე ვაკეთებ იმას, რაც მინდა და ჩემს მეუღლეს მოსწონს ეს, იმიტომ რომ მე ვაკეთებ იმას, რაც მინდა. იცით რატომ? პრიორიტეტი მყავს პირველი ჩემი თავი დაყენებული. და არა თქვათ ის რომ ვკითხო მე ყველაზე მეტად ვინ მიყვარს ხანდახან მეხმურები ხოლმე რომ ჩემი ძაღლი და მე შენ თქვენ გონიათ წყინს? არა, იმიტომ რომ გარკვეული პრიორიტეტები ისეთ როგორ არის ვეღაცას გონია რომ კაცებს მოსწონთ რომ მათ აღმერთებენ. კი, როგორ არა, მეც ვაღმერთებ მას, მაგრამ მან იცის რომ მე ჯერ ჩემ თავს ვაღმერთებ. და კაცებს მოსწონთ ძლიერი ქალები. ოღონდ ეს ყველაფერი უნდა გქონდეთ რეგულირებადი, ესე ვთქვათ. თვალთ შენ თავზე არ უნდა იყო და აქო დაადიდო. რა თქმა უნდა, ყურადღებაც უნდა დაუთმო თქვენს ოჯახს. მაგრამ უყურეთ, კიდევ ერთხელ ვიძახით, თქვენ როდესაც გამოხვალთ იმ ცეკვიდან, გამოხვალთ იმ ყველაფრიდან და მერე ისე მოხდება, რომ ყველგან წასვლა გინდათ და მერე ეს კაცები აღმოჩნდებიან, თქვათ, მონსტრები, ხო? ანუ ესე არ არის, მეგობრებო. მაშინ ან გადაწყვიტეთ თავიდანვე გინდათ თუ არა ესეთი კაცი, იმიტომ რომ ამ კაცსაც ერევა ცხოვრება და მაშინ თუ ესეთი კაცი გინდათ, მაშინ აი მაგით ავიღოთ. თავიდანვე იციან ქალბატონებმა რომ იწყებენ ცოლიან კაცთან თან როგორ ვთქვა, საყვარელი იქნები მაგისი. თავიდანვე მე კაცებს უნდათ მარტო საყვარელი მერწმუნეთ. კაცებს არასოდეს არ უნდათ ოჯახის დანგრევა. ძალიან იშვიათი. რო უნდათ იშვიათი. უმეტესობას უნდა საყვარელი. მაგრამ ამ და თავიდანვე თანხმდებიან ესე რომ აი ოკეი, ჩვენ საყვარლები ვიყოთ, ოკეი. მაგრამ ამის შემდეგ ბევრს უჩნდება პრეტენზია, რომ შენ რატომ არ მომიყვანე ცოლად. ხა ბევრი ატყუებს მართლა ცოლად მოგიყვან, მაგრამ ბევრი არ ატყუებს, ბევრი ეუბნება. ამიტომ როგორ გითხრათ, პრიორიტეტები უნდა დაგეგმოთ თავიდან, თქვენ რა გინდათ, ვინ გინდათ რომ იყოთ. მაგალითად, თქვენ თუ საშუალო ხელფასის კაცს გინდათ რომ განყავეთ, მაშინ იმისგან ელოდებით რომ ბანკის ვარები აიღოს და გადასარევად გაცხოვროთ. ხო? მაშინ მოდი ვთქვათ ესე, მე მიყვარს იმასთვის ლაპარაკი, 2, 3 და 4000 ლარიანი შემოსავლის მამაკაც ყველა მეორეს იპოვით დღეს.
რა ვიცი ხა იმ გააჩნია თქვენ რა მოთხოვნა გაქვთ იმ 2000 ლარით არ ვიცი ხა რას გააკეთებ 3000 თუ 4000-ით კიდევ ერთხელ ვიძახი მე ვიძახი მაგალითზე და პირადად ნურავი ნუ მიიღებს სიტყვაზე როდესაც 3000 გაქვს შემოსავალი არ ვიცი ხა სახს თუ არ იხდი მაშინ არ ვიცი ალბათ ყვებაში გინდა ალბათ ნახევარი ალბათ გადასახადებშიც არ გეყოფა ხო თუ ესე ხართ თანახმა ოკეი თუ თქვენ უფრო მეტი შემოსავლიანი კაცი გინდათ რომ ნახოთ 10, 15, 20000 და ეს არ არის ხო? მით უმეტეს ახლა ევროპაში, ევროპაში არ ვიცი რა ხელფასებია, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, მე მგონი 3-4000 ევროა ხო? საშუალო ხელფასი ევროპაში თუ არ ვწდები, ეს საშუალო რგოლი და ახლა მაღალზე თუ ადიან, მე რა თქმა უნდა არის ხო? ნუ საშუალო. ნუ თქვენ თუ 3-4000 евро გაკმაყოფილებთ, მაშინ შესაბამის კაცის იმაში უნდა ჩაჯდეთ. თქვენ თუ გინდათ რომ კაც ყავდეს Ferrari კაცი ჩუქნიდეთ რაღაცა 1500 ლარიან საათს კი არა მე მაგალითად მაგას ვერ ავიდა რომ შემოქმნა 1500 ლარიანი საათი მაჩიკოს მე შემოქმნა რომ უნდა მაჩიკოს ოდემარ ბილდიეთ რაღაცა ისეთი ხო ანუ 60 80 100000 რომელიც ღირს ხო ამიტომ გააჩნია თქვენ რა მოთხოვნები გაქვთ ყველა კაცს ყველა რგოლის კაცს უნდა თავისი მიდგომა ეხლა Ferrari რომ კაცს ყავს, მით უმეტეს თუ old money-ა, ნუ ახალნაშოვნი ფულის კაცი ცოტა, ნუ თავში, ესე ვთქვათ, ავარდნილი ტიპია და რაღაცა შეიძლება ქუჩიდანაც კი აიყვანოს ცოლი, ხო? მაგრამ როდესაც კაცი უკვე დაღვინებულია, მის დედასაც ჰქონდა ფული, პრიორიტეტი ნამდვილად უნდა გააკეთოთ, თქვენ რა გინდათ, როგორ და ამის მერე არაფერი არ არის მიუღწეველი წარმოიდგინეთ. ყველაფერი არის ენერგეტიკა. წარმოიდგინეთ მე, ჩემი მეუღლე, გავიცანი ქართულ-ამერიკულ საავადმყოფოში, ისიც საავადმყოფოში იყო მოსული და მე ვიყავი ახალ ოპერაციები, ვიყავი ალბათ რა გითხრათ არ ვიცი 3-4 დღე საავადმყოფოში, რა თქმა უნდა, ვერც თავის მოწესრიგებას ვერ შევძლებდი, ვერც თავის დაბანას ვერ შევძლებდი, ვერც ეხლა ადამიანურად როგორ უნდა გამოიყურებოდე 3-4-5 დღე არა რა 3 დღე მე მგონი 5 თუ 6 დღე ვიწექი და კიდე როდესაც გავიცანი წარმოიდგინეთ როგორ უნდა ყოფილიყავი ახლა რაღაცა არანაირთმა გადაწეული ნუ რაღაცა მე ვფიქრობ რომ რაღაც ისეთ არა ჰიგიენურ ფორმაში იმიტომ რომ მოგეხსენებათ ახლა საავადმყოფოში როგორ უნდა გამოიყურებოდე სალონში ხო არ ხარ ხო ხან საავადმყოფოში და როდესაც აი ესე ვთქვათ კორიდორში ასე ვთქვათ რაღაცა დაბლა ასე ვთქვათ რაღაცა ჩავგორდი რომ რაღაცა ეს აპარატით თუ რა ქვია მაგას მესარგებლა ნუ აი ესე ვთქვათ გავიცანი ადამიანი ხო ამიტომ და კიდევ ერთხელ ვიძახი რა მოხიბლა ეს ადამიანი ჩემში ხო სასწაულის სილამაზე რაღაცა იქ ვერაფერი ვერ გამოჩნდებოდა ხო ენერგეტიკა холод და холод ენერგეტიკა ну რაღაც ადამიანმა რაღაც მითხრა მე რაღაცა გავიხუმრე და всё ენერგეტიკა ანუ კიდევ ერთხელ ვიძახი კონტროლი თუ გინდათ თქვენს კაცზე უნდა გქონდეთ მაღალი ენერგეტიკა და ეშმაკური მიდგომები ადამიანთან ეშმაკური კარგი გაგებით რომ თქვენით კი არ იმანიპულიროს ადამიანმა არამედ ისე წაიყვანოს თქვენი ცხოვრება რომ თქვენც ბედნიერი იყოთ და ისიც ბედნიერი იყოს მაგრამ ახლა უყურეთ ერთ რაღაცას კიდევ ძალიან მნიშვნელოვანს კი გამიგრძელდა საუბარი მაგრამ ნუ რა ახლა ვისაც არ სიამოვნებს ნუ მომისმენს ხო ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას გეტყვით რასაკეთებს კიდე წმენდის რიტუალი რომ გიცავთ მეგობრებო იმისაგან რომ თქვენზე არ იძალადოს ფსიქოლოგიურად არავინ და ფსიქოლოგიურ ძალადობას რაც მოჰყვება თქვენ იცით ეხლა გეტყვით როგორ გიცავთ როდესაც შენ იკეთებ წმენდას იქ რაღაც მარათონში გრთავ იქ მე გაძლევ რჩევას იქ რიტუალები აკეთებ 1000 რამეს შენი ფსიქიკა ისე იცვლება რომ ადამიანებს როდესაც ადრე ვერ გრძნობდი ეხლა გრძნობ ეხლა წეგან ვისაუბრეთ რომ აი ადამიანმა დამირეკა და გამოდი ცეკვიდან ან გამოდი რაღაცა სპორტიდან ან რაღაცა ხო ვიღაცამ
თუ თქვენ ადრე ამას გეტყოდათ სიტყვაზე ჩემს მერე, შეიძლებოდა გამოვარდნილიყავით და გაქანებულიყავით იმ კაცისაკენ, მაგრამ როდესაც ჩემს მერე ქალები იწყებენ ცხოვრებას, ნურას უკაცრავად, ვიღაცამ ალბათ რომ უთხრას, რომ გამოდი და ეხა შენ დატოვე შენი ცხოვრება, შეიძლება არ ვიცი. 100 რადიუსის მაილის შორს სწავლენ ალბათ ეს ქალები. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ თქვენ წმენდის რიტუალი შინაგან მესთან გაახლოვებთ, გიადვილებთ, გაიგოთ, რა გინდათ, როგორ გინდათ, სად გინდათ წაიყვანოთ, ამ ყველაფერს რა თქმა უნდა მე მეუბნები და მე კიდევ გზას გიხსნით იმისათვის, რომ თქვენი ცხოვრება გქონდეთ ისეთი, როგორიც თქვენ გინდათ. იცით როგორ არის მეგობრებო, ვისაც ადვილად ეჩვენება ადამიანებთან კონტაქტი ზოგადად, ის ადამიანი ცოტა ადამიანთან, მეგობრებთან, კოლეგებთან კონტაქტზე როგორ ვესაუბროთ ადამიანებს, როგორ ვესაუბროთ კლიენტებს, როგორ ვესაუბროთ თანამშრომელს, როგორ ვესაუბროთ შვილს, როგორ ვესაუბროთ არ ვიცი, საყვარელ ადამიანს, ხო? მეგობრებო, ამაზე წიგნებია დაწერილი. წიგნები იწერება ყოველწლიურად, როგორ გქონდეს კონტაქტი ადამიანებთან. ეს არ არის ადვილი თემა. თქვენ რო გონიათ, რომ აი, წავალ ეხლა ვიღაცა 300 ლარს მივცემ და კაც მივიბავ და ვიქნები მთელი ცხოვრება ბედნიერი. ან რაღაცა 300 ლარს გადავიხდი, გავიწმინდები და მარტო რომ ვერ იქნები. აი, როგორ უნდა იყო ბედნიერი? ვერ იქნები. რისთვის ვაკეთებ მე კიდევ მარათონებს ხოლმე დამადებითად და უფასოდ რატო ვთავ ჩემ კლიენტებს ხოლმე, რომ ადამიანებს გქონდეთ კიდევ თქვათ ლექციები ჩემი გამოცდილება მოისმინონ და გამოადგეთ. თორემ რა არის კაპიკება, მე რო ფულის გაკეთება მინდოდეს ამ ფულის აღება, ეს მარათონი ღირს მეგობრებო კაპიკები. კაპიკები ღირს ეს მარათონი. ეს მე ფულად ანაზღაურებას ეს მე არ მაძლევს. მაგრამ ჩემ კლიენტებს აძლევს. აი არ ვიცი, თქვენ შეგიძლიათ ტელეგრამზე გადმოგზანდეთ და ხალხი რას წერს ჩემს მარათონებზე წაიკითხოთ. ხო? ეს არის სხვადასხვა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ნომრები და შეგიძლიათ, რა თქმა უნდა, შუა გულები დაფარულია, შეგიძლიათ წაიკითხოთ ხალხი რას წერს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც ვისთან იჭერთ კონტაქტს, მისი გაშიფრვა, მასთან კონტაქტი, ისწავლო. ეს არის ხელოვნება, ცოლქმრის ინსტიტუტი არის ხელოვნება, შვილთან ურთიერთობა არის ხელოვნება, საყვარელ მამაკაცთან ურთიერთობა არის ხელოვნება, საკუთარ თავთან. როგორ გითხრათ, მე ამდენი წლის ვარ, ამდენი წელი გამოცდილება მაქვს და საკუთარ თავთან ვიძახი ხოლმე რომ ამ წელს ვიძახი ხოლმე რომ კიდე მეთქი მინდა ერთი არ ვიცი კიდე მინდა ერთი თქო არ ვიცი კარგად ერთი 3 4 5 6 წელი რომ საკუთარ თავთან ჩავწუდე კიდე და ალბათ 6 წელი რო გავა კიდე ვიტყვი მე კიდე იმას ხო ანუ რას ნიშნავს ეს რომ საკუთარი თავი არის ამოუცნობი და როდესაც შენ საკუთარი თავი არ გაქვს შეცნობილი სხვამ როგორ უნდა შეგიცნოს როდესაც ხვის გამო ამბობ რომ უი ქმარმა მითხრა და მოკლეკაბას არ მინდა ზუსტადად ჩავიწმე მოკლეკაბას და რა ქვია თუ და ამ ქმარს ვეტყვი ნახვამდის ან საერთოდ არ გავთხოვდები და მოვძებნი ისეთ ქმარს რომელიც მეტყვის რომ კი მოკლეკაბა კარგია ან ბიუსჰალტერი ვერავინ დედამიწაზე ვერ მაიძულებს სიტყვაზე მაგის ჩაცმას, ხო? ჩემმა მეუღლე რომ მითხას რომ არ ჩაიცვი, ესე უნდა არა ვეტყვი რომ ვეტყოდი თავიდანვე, ხო? რომ აი მე როგორც მინდა ისე ვიცმევ. ხვდებით? და თქვენ როგორც გინდა ისე ჩაიცვით. თუ შენ არ მოგწონს თავიდანვე არ უნდა დაამყარო ადამიანთან კონტაქტი და მერე უკვე ძალიან რთულია. ეს ახლა მაგალითები მოვიყვანე მეგობრებო, ახლა ეს პირადული სიტყვაზე ვიძახი ამ ბიუსჰალტერზეს და ასე შემდეგ. ხო, ხვდებით ხო, რასაც ვიძახი. ამიტომ ძალიან როგორ გითხრათ, არ არის ადვილი. როგორ გითხრათ, რიტუალები ძალიან კარგია, ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ ენერგია, როდესაც არა გაქვს, შენ მარტო მოდიან ჩემთან და გთხოვ კაცი მიმაბი და ვხედავ რა უნდა მივავა ამას.
გამოწუწნულია როგორც ლიმონი ეგრე. არც ენერგეტიკა არ აქვს, არც ქალურობა არ აქვს, არც სექსუალურობა. როგორ უნდა გავაკეთო მიბმა? ხო გავაკეთებ და მე გავაკეთებ, პრობლემა არ არის, მაგრამ შენ როგორ უნდა იყო ბედნიერი? ეს ურთიერთობა ხო გინდა რომ წაიყვანო? რაღაცა მის ფიგურა ხო, რაღაცა გამოიყვანო ამ ურთიერთობის ან ქმრად, ან საყვარლად. იმ საყვარლადაც ხო გინდა რომ კარგი ურთიერთობა გქონდეს და ნერვები არ მოგიშალოს. ამიტომ მეგობრებო, მე გადავალ ახლა შელოცვაზე. მაგრამ მე თქვენ გეტყვით, რომ ყველა არ არსებობს ადამიანმა მე როგორ გითხრათ ქართულად როგორ თქვა კარგად, ჩემთვის წმენდაზე როგორ თქვა ღმერთი, ესე ვთქვათ, წმენდის იქით რიტუალი არ არსებობს, იმიტომ რომ წმენდა არის თქვენი შვება ცხოვრებაში. ახლა ვინც არ დამიჯერებს, მეგობრებო, მე ესეთი გამოცდილება მაქვს. ოღონდ ამას გეუბნებით, როგორ გულწრფელად იცით მეგობრებო, აი ესეთი სიგულწრფელით არ ვიცი, არაფერს არ გეუბნებით ნამდვილად. მოვლენ ჩემთან, გონიათ რომ მაგია ვეღაცამ 400-500 ლარად უნდა გაუკეთოთ და უკაცრავად და მაგათ გამო ვინმეს გამო უნდა შეიწუხო შენ თავი, მისი ცხოვრება უნდა შეცვალო 400 ლარად. ეს ჯერ თავსაც არ შეიწუხო და მე მასალებსაც ვერ იყიდი. ფიზიკურად თავის შეწუხება რო გინდოდეს, მასალებს ვერ იყიდი. რა თქმა უნდა, ესენი არ იციან ამის მასალები, რომ საქართველოში არის შოება და მიმართავენ ამ ყველაფერს. საქართველოში კი არის შოება კი არა, შენ ზოგადადაც იყო, მაგრამ შენ წევრიც უნდა იყო ამ ხალხის. შემდეგ გადის დრო, მეგობრებო, შანსი არ არის ადამიანი ჩემთან არ დაბრუნდეს, ვინც ჩემთან ერთხელ იყო. ზოგჯერ გასულა წელიწად ნახევარი და მაინც დაბრუნებულა. აი მერწმუნეთ მაგაში. იმიტომ რომ მე რასაც ვიტყვი, ზუსტად ეგრე იქნება, მე როგორც ვიტყვი, ზუსტად ესე იქნება და მე რომ გონიათ რომ უფრო დაბალ ფასში გააკეთებენ თავის ცხოვრებას, სამწუხაროდ ეგებიან ხოლმე თაღრითობაში. ამიტომ მერწმუნეთ, ყველა ადამიანი, რომელიც ჩემგან წავა, ჩემგან დაბრუნდება, მაგრამ სამწუხაროდ ბევრს მივიღებ, ზოგს ვერ მივიღებ, იმიტომ რომ აღარ ეშველებათ. მოკლედ, რიტუალი, რომელსაც არ აქვს ანალოგი, რიტუალი, რომელიც ტარდება პირველად, რიტუალი, რომელსაც გიძღვნით ქალბატონებს და რიტუალი, რომელიც ემსახურება იმას, რომ გავიდეს ყველა ბოროტი, ნეგატივი თქვენდან და შემოვიდეს სიყვარული. დავიწყოთ შელოცვა. შავი ორქიდეის საიდუმლო ძალა. გაწმინდე ჩემი გზა შურისგან, ბოღმისგან და ყოველგვარი უარყოფითი ენერგიისგან. ამინ. გახსენი სიყვარულის, ბედნიერების და ჰარმონიის კარი. ჩემ ცხოვრებაში მოვიდეს სუფთა, გულწრფელი და ერთგული სიყვარული. ყველაფერი, რაც ხელს მიშლის, გაქრეს. ყველაფერი, რაც ჩემთვისაა განკუთვნილი, სიყვარულით და სიხარულით მოვიდეს. ასე იყოს, ასე ახდეს. შავი ორქიდეის ყვავილო, სიყვარულის ყვავილო, გააღვიძე ჩემ ცხოვრებაში ნება, სითბო და ნამდვილი გრძნობა. მოიზიდე ბედნიერება, ბედნიერი ურთიერთობა. გაწმინდე წარსულის ტკივილი და გაუხსენი გზა ახალ სიყვარულს. სიყვარული მოვიდეს მშვიდობით, სიხარულით და კეთილი განზრახვით. ასე იყო, ასე არის და ასე იქნება
ამინ. ასე იყო, ასე არის და ასე იქნება. ამინ. ასე იყო, ასე არის და ასე იქნება. ამინ. მეგობრებო, გისურვებთ, რომ თქვენი გული, სული იყოს სუფთა. და მე ჩემის მხრიდან გისურვებთ, რომ თუ გინდათ იყოთ ბედნიერი, მართლა ბედნიერი და არა მოჩვენებითად ბედნიერი და რაღაცა სისულელეებით, უნდა გაიკეთოთ ჩემი წმენდის რიტუალი. და თქვენ, როგორც ჩემს მარათონს ქვია, ნამდვილად დაიბადებით თავიდან. როგორც ჩემ მარათონს ქვია, დაიბადე თავიდან. დიდი მადლობა, მე რომ გიყვარვართ ესე, დროებით.